პოდკასტ პოინტი წარმოგიდგენთ. აი ტიროდება. ფერი კარგად. კრემსუპი ნუსეს ძრემლები. ეს ბევრი მითი უნდა დავარღვიოთ და ბევრი კითხვა გვაქვს ძალიან, ამიტომ იმედია მზად ხარ. სიმსუქნე, ცერით დაავადება და ეს არ არის მდგომარეობა. ექიმი ძალიან პროფესიონალი შეიძლება, მაგრამ თვითონ არ ქონია ეს პრობლემა. მინუს 26 კილოგრამი ჩაობარე, რა მეთოდით? რაც გვიყვარს ის უნდა მივირთვათ, იმიტომ რომ სრული აკრძალვები რეალურად ჩვენი ორგანიზმისთვის არის ძალიან დიდი სტრესი. რომელი ვარჯიში უფრო ეფექტური არის ძალისმიერი თუ არ შეიძლება აი ესე ასე ვთქვათ ვენდოთ რაღაცა ფიტნეს ინსტრუქტორებსაც. როგორ ხდება ამ დიეტების დაცვა? გამოქვეყნდა 5 აი ტოპ დიეტის მონაცემები მსოფლიო მასშტაბით. კეტო დიეტაც შექმნილი არის კონკრეტული სამედიცინო ჩვენებისთვის. ღამე ჭამა ძილის წინ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გონია რომ გძინავს და ვისვენებს და ორგანიზმში არაფერი არ ხდება, ძილის დროს ძალიან ბევრი პროცესი მიმდინარეობს. მე ვფიქრობ, რომ ხალხი კიდე მოგთხოვს შენ მოწვევას აუცილებლად. სხვა კითხვებით დაგვიგროვდება. გადაცემა Easy Plate-ის სპონსორია ტექნიკის მულტიბრენდული მაღაზია მეტრომარტი. მოგესალმებით, დღეს ხუთშაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაგებრუნეთ Easy Plate-დან. ნინა, დღეს მოვაზრდოთ ძალიან გემრიელი საკას კრემსუპი. ძალიან მიყვარს მე კრემსუპის სუპი და ზოგადად ძალიან მიყვარს სუპების კეთება და ერთხელ ჩემი რეცეპტით ჩავწეროთ, თუმცა თუ შეიძლება. რა თქმა უნდა, შეიძლება. და დღეს გითხარი, ვინ იქნება ჩვენი სტუმარი, სანამ მე ჩამოვსვრი ინგრედიენტებს, თუ რა დაგჭირდება საკას კრემსუპი. დღეს საოცარი სტუმარი ყავს, ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა და იმდენი კითხვა მაქვს დაგროვილი, იმდენი, რომ არ ვიცი, გავწურავთ კითხვებში და ძალიან ველოდები, როდის მოვა. მანამდე კი მოვამზადოთ კრემსუპი. კი, მოვამზადოთ კრემსუპი. ყველა საჭირო ინგრედიენტები მოვიმარაგეთ ორი ნაბიჯიდან. მიტანის სერვისი გამოვიყენეთ და ძალიან კომფორტული არის და გასწავლი შენს აპლიკაციიდან როგორ გამოვიწერო თუ იცი? მე ძალიან ხშირად ვიძახებ და ყველაზე იაფად ვყიდულობ ხოლმე სამზარეულო ქაღალდებს და რაღაც ძალიან ბევრ საკოს კრემსუპის ინგრედიენტები გამოვიწერეთ ორი ნაბიჯიდან. ასევე ჩვენი სპონსორია მულტიბრენდული მაღაზია მეტრომარტი, რომელიც აერთიანებს როგორც სამზარეულო, ასევე საყოფაცხოვრებო, IT, კლიმატურ და სხვა ტექნიკას ერთ სივრცეში. და რაც თავარია, თქვენ ონლაინ თუ ოფლაინ შეგიძლიათ ესტუმროთ მის მაღაზიას და შეიძინოთ ნებისმიერი ბრენდის, ფასის, ხარისხის კატეგორიის პროდუქცია და მთელი საქართველოს მასშტაბით არის მიტანის სერვისი. ძალიან კარგი. ახლა კი გადავიდეთ მომზადებაზე. ძალიან გემრიელი რეცეპტი გველოდება წინ. დაგჭირდება ხახვი, ასევე ცოტა სოკო, ლავაში დაჭრი ლავაშს. აუცილებლად მაკრატელიც მაქვს. ცოტა პარმეზანი, ნაღები და ცოტა რძე დაგჭირდება. ნუცა რძე, ხო იცი რომ ლაქტოზაზე მაქვს პრობლემა და შეგვიძლია ამოვიღოთ, იმიტომ ნაღებზე არ მაქვს პრობლემა. აი, რძის გარეშე გავაკეთოთ, მაშინ ნაღებით შეგვიძლია და წყლით გავაკეთოთ, რომ იყოს უფრო ლაქტოზიანებისთვის დასაშვები, ვისაც საუტანლობა აქვს. მაშინ შეუძლიათ რძის მე დავიწყებ ახლა ხახვის დაჭრას. ოკეი, მე ლავაში დავჭრი. ლავაში ძალიან უხდება. ხახვი შეგვიძლია სხად დავჭრათ, რადგან ბლენდერში უნდა დავაბლენდეროთ ეს მასა მთლიანად, ამიტომ დიდად არ იწვალოთ ხახვის დაჭრაზე. ნუცა ხახვი ვისაც არ უყვარს, ხო არიან ეგეთი ადამიანები, რომ ხახვი არ უყვარს, ხო? გემო ხო მაინც არ იგზნობა საერთოდ. ხახვის გამო საერთოდ არ იგზნობა და დაბლენდერებულია პიურესავითან, ხახვის იმდენი კარგი თვისება აქვს და იმდენ კარგი რაღაც შეიცავს, რომ ჯობია დავტოვოთ. სოციალურ ესეთ ხუმრობა შემხდა, რომ ინგლისელმა ბავშვმა იპოვაო დინოზავრის ნაკვალევიო და ხალი წერს, რომ ჩემმა შვილმა კი დაბლენდერებულ სუპში ხახვი იპოვო, ეგ რა არისო. ხო და მოკლედ ხახვი ბავშვებს არ უყვართ ხოლმე, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ხახვი ნებისმიერ წვნიანში. მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთადერთი პრობლემაა, რომ მატირებს ძალიან. სამწუხაროდ, ახლა უცებ სოკოსაც დავჭრი და შეგვიძლია გადავინაცვლოთ უკვე გასწურასთან, სადაც უკვე დავიწყებთ მოთუშვას ამ ყველაფრის, რომ შემდეგ დავაბლენდეროთ და მივიღოთ ძალიან გემრიელი კრემსუპი. რატო გვატირებს ხახვი? იმიტომ რომ ისეთი ეთერზეთებს შეიცავს, რომელიც ჩვენ თვალს აღეზიანებს, თუმცა აი თვალზე რო გაიკეთო სათვალე. ხო. საერთოდ არ გატირებს. არა. ხოლოს თვალზე აქვს ამოქმედება. და ისე სასუნთქი გზებისთვის სასარგებლოა ეს ეთერზეთები, ანუ სხვადასხვის კი, წმინდავს რეალურად თვალს რა. მაგრამ ეხლა ძალიან მატირა. გავწიოთ ხახვი სტუდიიდან თუ შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან მატირა.
მე ძალიან მატირებს ხოლმე და ამიტომ ყოველთვის ცურვის სათვალეს ვიკეთებ ხოლმე მაგ დროს. ხო და შემდეგზე წამოვიღოთ სულის ეთვალე. ანთხილამურები. ცუდ შესვედება ჩემ თვალებს ცოტა ძალიან დაერხათ. აუ როგორ. მოდი გავწევ მართლა. შორს. ხო. ვაიმე. ეხა მე ვიტირებ უფრო შორს. დედი ყვარი ტირო. ყველაფერი კარგად ხდება, სუპი გამოვა და ყველაფერი. ნუცა სრემლები. ჩემი ცრემლები სხვა შორის. კრემ სუპი ნუცა სრემლები. მასტერშეფში გახსოვს რომ ხელა აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემს ცრემლებმა. კი, მაგრამ შენი სრემლები მაშინაც ხახუსგან იყო თუ არა? არა, მაშინ არ იყო ხალხი, მაგრამ ეხაც ვითომ არ არის ხალხისგან და ანონში ისე ჩავსვათ ვითომ ტირი, რაღაცა მოხდა. ისე არ გაკლია, მე მგონი რაღაცა მოხდა ცხოვრებაში. მომეწოდე რა ხელსაყრელი ეხლა. არ მაგ. არა, ვერაფერს არ ვხედავ და ბრმად ვჭრი, მაგრამ ბრმად და ჭრაც ისეთი შესაძლებლობა არის. არი ტიროდე. ყველაფერი კარგად იქნება. ნუცა საჩუქეს 50 მილიონი და ბედნიერების განტირის. ნამდვილად. ყველაფერი კარგად არის, აღარ ვტირი ვარ, შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩაწერა, შეგვიძლია გავაგრძელოთ სოკოს კრემსუპის გაკეთება. პირველ კლასში მაჭრევინებდნენ ესე ქაღალდებს ხოლმე სკოლაში. ქაღალდებს, ბევრი ძალიან არ გვინდა, ხო იცი? კი. მე მგონი საკმარისია. მანახე, არა ცოტა კიდე დაჭერი, ეგ არ გვეყოფა. ხონდა მჭავოთ მე გემრიალ ფალშისაც ხონდა შენ მოეწონს. ეს სამი ულფონა ფიფქების ფორმებით რო დავჭრაში. ფიფქების ფორმები არ გვინდა. აი, ახლა შეგვიძლია უკვე გადავინაცვლოთ გასკურასთან და შენ რომ მორჩები მაგის დაჭრას, მე შეგვიძლია მოხვიდა და შეტყვა ეგ ისიც. ლავაშები ცოტა ზედთან ერთად და მოვაყაროთ ცოტა ორეგანო, ცოტა პაპრიკა. კაი, ეგ არის. პირველ რიგში დაგვჭირდება ზეთი, ზეითუნის ზეთს ვიყენებთ, რომ მოვთუშოთ პირველ რიგში ხახვი. უნდა იყოს ცხელი აუცილებლად ჩვენი ტაფა. და ცოტა ბევრი ხავს ვიყენებთ, როგორც თქვი. მე უფრო სასარგებლო თვისებები შევძინოთ ჩვენ სუპს. უნდა დარბილდეს, ახლა არის როგორც ხედავთ ხრაშუნა და უნდა იყოს უფრო დარბილებული, კარამელიზირებული ტექსტურის, რომ შემდეგ გადავიდეთ სოკოს მოთუშვაზე. პარალელურად უკვე გავახუროთ მეორე ტაფა, რომ შევწვათ ლავაშებიც. დინა, რა ქენი? დაჭერი? კი, დავჭერი. მარილიც გავკეთე. ეხლა ზეთი მინდა ბევრი. ახლა მოვაყაროთ ცოტა ბაზილიკი ძალიან მოუხდება ბაზილიკი. და პაპრიკა რა? პაპრიკა ძალიან მოუხდება. თუ შებოლილი პაპრიკა კიდევ უფრო მოუხდება. და ზეთი ზევიდანაც მოვასხათ ცოტა. და თანაბრად გადანაწილდეს. რა უკვე შეგვიძლია დავუმატოთ სოკო, ხავს. და დავიწყოთ სოკოს მოთუშვაც. ეხლა მოვაყაროთ მარილი და პილპილი და ცოტა ოდენი წყალი, რომ უფრო კარგად მოითხოვოს ჩვენი ბოსტნეული, რომ არ დაიწვას. კონდონამის მაგრად გადავწყვეტ, რომ ლავაშისგან გავაკეთოთ ჩიფსები. ძალიან გემრიელია და ძალიან გემრიელია, ძალიან უხდება სუპს. და კიდე ერთხელ რა ლაიფჰაკს ვასწავლი ჩვენს მაყურებელს, როდესაც ლავაშს ვინახავთ 24 საათი მაცივარში, მისი გლიკოგენური ინდექსი ჩამოდის 9-მდე და ეს ძალიან კარგი სიახლე არის. ამიტომ ჩვენ მაცივარში გვქონდა ლავაში 24 საათი. მე ახლა ველოდები სოკოს, სოკო კარგად უნდა მოითუშოს. და დავუწიოთ ცეცხლს, რომ უფრო კარგად დაიბრაწოს. ნახე როგორ მოიხრაკა. არის ხრაშუნა და გემრიელი. ხრაშუნა ძალიან. დატრიალდა ცუნები უკვე წამოიღო. და კაია. იცი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცას გეტყვი, კრემსუპი არასდროს არ გამიკეთებია. ახლა ვისწავლი რეცეპტს. ხო? შენ უბრალოდ სუპს აკეთებ ხო?
ბორში და რაღაცეები. ძალიან კაი ბორში გამომდის, აი უკრაინელები რო ამბობენ, რომ ეგეთი ბორში ჩვენ არ გვიჭამია, ისეთი გამომდის უკრაინელებმა მასწავლა და აგინე ერთხო ჩავწეროთ ბორში, ჩავწეროთ. ძალიან სასარგებლოა. ნახეთ, ჭირდება 18%-იანი, დაბალ პროცენტიანი შეგიძლიათ გამოიყენოთ უფრო თუ გაქვთ 12, 13, 14. 18%-ამდე ნებისმიერი პროცენტულობით შეგიძლიათ გამოიყენოთ. რომ იყოს ნაკლებად ცხიმიანი. ნახები, ოდნავ რო შესხელდება, შეგვიძლია დავაბლენდეროთ. ორაგემრიელი გამოვიდა. გავსინო. მზად არის და შეგვიძლია დავაბლენდეროთ უკვე ჩვენი სუპი. ნუ ჩანახე რა გემრიელი გამოვიდა ერთად გასაგებია. ჩვენი. გიჟდები ამ ხოკონებს, ხო ძალიან კაია. ყველა ნერპორტონებს ჯობია ეს. ეხლა დავუმატებ რძის მაგივრად წყალს, რომ გამოვიდეს ლაქტოზა, მაგრამ შეგიძლიათ პირიქითაც გავაკეთოთ რძით. ნუ აუცილებლად კითხვა გაუჩნდება მაყურებელს, რომ თუ რძეშია ლაქტოზა, ნაღებში რატო არ არის ლაქტოზა? პასუხი? პასუხი ის არის, რომ ზოგადად ლაქტოზა უფრო გადის წყალს მიყვება ხოლმე და ნაღები ხო ცხიმია ძირითადად და ამიტომაც და იგივე მყარ ჯიშყველში ნაკლებად გადადის ლაქტოზა, იმიტომ რომ ლაქტოზა მიყვება წყალს, რომელსაც გადაღურია ხოლმე ყველის გამოყვანის დროს და კიდე მას ჭამენ ის ბაქტერიები, რომლებიც აძველებენ და ავარგებენ ყველს. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია მეტრომარტი, რომლის მიტანის სერვისი და შეგვიძლია ისარგებლოთ მთელი საქართველოს მასშტაბით. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. მაგრამ გარდა სამზარეულო და სამყოფაცხოვრებო ტექნიკა, იქ არის ასევე ძალიან მრავალფეროვანი სხვა არჩევანი, მათ შორის IT, კლიმატური და მსხვილი ტექნიკაც და ეს არის როგორც ონლაინ, ისე ადგილზე ყიდვით. უნდა გავსინჯოთ ეს მარილია უნდა თუ არა? მოიტანე ორი კოვზი. ერთიო, ორი კოვზი, მეც ხო უნდა გავსინჯო. უნდა კიდე რამე. სიმართლე რომ გითხრა, მე მგონი ცოტა წყალი უნდა. სულ ცოტა წყალი უნდა. თუ იყოს როგორც არის. ძალიან გემრიელია. წყალი დავუმატო? არა. არა? იყოს. კაია, ძალიან და ყველი რო დაემატება იდეალური გახდება. კარგი, მაშინ შეგვიძლია დავასარვიროთ და ლათეც მალე მოვყავთ. მზად არის. ლაშა, მოგესალმები. ძალიან დიდი მადლობა, რომ Easy Plate-ის სტუმარი ხარ. იმდენი ხანი ვაპირებდი შენთან კონსულტაციაზე მოსვლას, რომ ბოლოს მოგიყვანიან და ყველა კითხვა უნდა დაგისვა, რაც კი დამიგროვდა. ლაშა, გამარჯობა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი სტუმარი ხარ. მოგიმზადეთ უგემრიელესი სოკოს კრემ სუპი, არ ვიცი გიყვარს თუ არა. ძალიან და სიამოვნებით დავაგებუნებ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მომიწვიეთ, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი კონტენტი გაქვთ შექმნილი, ძალიან საინტერესო, რაც მთავარია. მადლობა. მაყურებლისთვის, იმიტომ რომ ისეთ დეტალებზე ამახვილებთ ხოლმე ყურადღებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ხშირ შემთხვევაში თუნდაც რაღაცეები შეიძლება ვიცოდეთ, ვრწმუნდებოდეთ ამაში, რომ კარგია, მაგრამ რაღაც ნიუანსები არსებობს, რაც გაგვეპარება ხოლმე და აი თქვენ აძლევთ საშუალებას ადამიანებს იმისას, რომ დღეს ბევრი მითი უნდა დავარღვიოთ და ბევრი კითხვა გვაქვს ძალიან, ამიტომ იმედია მზად ხარ. წინა სტუმარმა იმდენი კითხვა მაქვს, რომ ამოვიწერე, რომ არ დამოვიწყდეს და ასე რომ წინა სტუმარმა იმდენჯერ გახსენათ, რომ არც კი გვიფიქრია, ვინ უნდა ყოფილიყო ჩვენი სტუმარი გარდა შენ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. შეგვიძლია დავაგემოვნოთ კრემ სუპით ჯერ. და იმის თქმა მინდა, რომ როდესაც მე რაღაც კონკრეტულ შეზღუდვებზე ვარ, იმის გამო რომ წონის კლების პროცესში ვარ ახლა, ვფიქრობ, რომ ეს კრემ სუპი თავისუფლად შემიძლია მივირთვა. კი, კრემ სუპი მიუხედავად იმისა, რომ შედგება ბევრი ინგრედიენტისგან თითქოს და ხო, მაინც შედგება ისეთი დაბალანსებული, დაბალკალორიული ზოგიერთი ინგრედიენტისგან, როცა ვიყენებთ ნაღებს, ამ დროსაც შეგვიძლია ხო არჩევანის გაკეთება და მეთანხმებით იქ დაბალპროცენტიანი ნაღები გამოვიყენოთ, თუ ლაქტოზის აუტანობა არის ლაქტოზის გარეშე, ან როგორც ვიცით, რძეში არის ყველაზე დიდი ლაქტოზა, მაგრამ შემდგომში უკვე მომზადებულ პროდუქტებში მისი რაოდენობა იკლებს, ამიტომაც თამამად შეუძლია ყველა ტიპის ადამიანმა მიიღოს, თუ რამე კონკრეტულ ინგრედიენტზე არ აქვს რაღაცა შეზღუდული. სოკო შევარჩიე, რადგან ცილის წყარო ყოფილიყო, როგორც კარგი უჯრედისის წყარო. ძალიან გემრიელია, უგემრიელესი არის, ნუცას კერძები ხშირად მაგ დაგემოვნებული და ამიტომ
ასევე ლაშა მინდა გითხრა რომ ეს არაჩვეულებრივი გარემო არის გრილის და მელოდიის სახლი, რომელიც ახლად გახსნილი არის პეტრიაშვილის პირველ ნომერში და აქ გარდა იმისა, რომ შეგიძლია მოხვიდე საუზმეზე, ლანჩზე, ვახშამზე არის ყოველ დღე თითქმის არაჩვეულებრივი მუსიკალური პროგრამა. მე ვიცი რომ შენ გიყვარს კარგი და გემოვნებიანი მუსიკა. მუსიკაც და საჭმელიც. ხო, ასე რომ თან იცი როგორი მრავალფეროვანი სამზარეულო, ამერიკულიც არის, ევროპულიც არის, ქართულიც არის და აზიურიც არის. ნუცა იყო აქტოვანებული, აზიური ეხლა იანი შევიმყოფებით ზუსტად, იანი არის ამათი აზიური მხარე და ძალიან კარგი სუშირვალები აქვს ხოდაშორის ძალიან ბიუჯეტურ ბასად ასევე. ხო, ესეც მინდა აღნიშნო. ძალიან კარგი. თავა გემოვნებ აუცილებლად რესტორნები კიდევ ერთხელ აღნიშნულ ლოკაციას. ლაშა, შეგიძლია ლავაში გასინჯო, მე გავაკეთე. ვიფიქრე რომ ჩვეულებრივ კრუტონებზე გემრიელი ასეთ ფორმით იქნებოდა. ძალიან გემრიელია, ძალიან. თუმცა ასევე მინდა კითხო რომ ადრე ის იყო ესეთი მითი იყო რომ ლავაშის მიხმევა შეგიძლია დიეტაზე, მჭადის და პურის ნაცვლად ძალიან ხშირად იყენებენ ლავაშს. ძალიან ბევრი ექიმს უთქვამს ჩემთვის დიეტოლოგს, მათ შორის რომ ლავაში თამამად შეგიძლია მიირთვა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში როდესაც ბიოსენსორი ჩავიდი და მე მაქვს ინსულინ რეზისტენტობა, როდესაც მივირთვი ლავაში ძალიან დიდ ხანს და ესეთი მდგრადი სპაიკი მქონდა, ანუ აწევა გლუკოზის და წამლის ფონზეც არ იკლებდა დიდი რამდენიმე საათი. ამიტომ აი თუ შეიძლება რომ აი ამაზე ვთქვათ მიქია, ხო? ძალიან ხშირად არის ხოდაშორის რომ როდესაც მოდიან და აი არჩევას როცა ვიწყებთ უკვე ხო, ყვების რაციონის, იქ აი თავაზობ ვთქვათ რაღაცა ჯან თუ არ არის მკვეთრად გამოხატული ინსულინ რეზისტენტობა, ბურღულეულსაც მათ შორის ხო, ნახშირწყლებს, რომელიც აუცილებელი კომპონენტი არის ერთ-ერთი დაბალანსებული რაციონალური კვების და ხშირად უთქვამთ რომ არა მოდი აი პურს ამოვიღებ და ბრინჯს შევჭამ, ან პურს ამოვიღებ და მჭადი იყოს, არა პური საერთოდ არ მინდა ლავაშს მივირთმევ ხო? ნუ ჩვენ მეუბნებით თავაზობთ ამ დროს რომ რაც გვიყვარს ის უნდა მივირთვათ, იმიტომ რომ სრული აკრძალვები რეალურად ჩვენი ორგანიზმისთვის არის ძალიან დიდი სტრესი და სტრესი ხშირ შემთხვევაში უფრო ჩვენ როგორც ფსიქოემოციურ სტატუსს ასევე ნივთიერებათა ცვლასაც უშლის ხო ხელს. ამიტომ თუ გვიყვარს პური, უნდა მივირთვათ პური, თუ გვიყვარს მჭადი, უნდა მივირთვათ მჭადი, თუ გვიყვარს ლავაში, უნდა მივირთვათ ლავაში. დიეტა ავაწყოთ იმაზე თუ რაც გვიყვარს იმ ინგრედიენტებს. სიამოვნებს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არ უნდა იყოს ჩვენთვის სტრესი, იმიტომ რომ დიეტა ხო არ არის რაღაცა ერთჯერადი აქტი, ხო? დიეტა ეს არის ცხოვრების წესი. ნახე მე რო დავაკვირდი, აი ზუსტად იგივე ბიოსენსორი. ბრინჯი კიდე უფრო მაღლა, ანუ გარბო და გააჩნია ის რომელი ბრინჯი არის, კი. კიდე რამდენი ხანი ქონდა ჩამბარი წყალში, აი მაგასაც ქონდა მნიშვნელობა, კარტოფილზე ზუსტად ასევე იყო და აღმოჩნდა რომ პასტა, მყარი ჯიშების პასტა გაცილებით დაბალ ზღვაზე ჩერდებოდა და ალბათ ეს ერთ-ერთი ეს საიდუმლოა იტალიელები რომ აი ძალიან არ იმატებენ წონაში. აბსოლუტურად გეთახმები და ხშირ შემთხვევაში ისმის ხოლმე კითხვა, მაგალითად იგივე იტალიელებთან მიმართებაში, ან იგივე ჩინეთთან მიმართებაში, რომელიც აი ბოლო ათეულში არის სიმსუქნის განვითარების გზით, მიუხედავად იმისა, რომ მათ კვებაში ბრინჯი ხო ვიცით ხო რა როლი აქვს. მაგრამ აქ აქვს ხო მოყვანის წეს დამუშავებას ძალიან დიდი მნიშვნელობა იგივე პასტა იტალიელებისთვის ხო ხელით მზადდება ცეხვილი ფქვილით არა პირველი ხარისხის ფქვილით რომელიც რაფინირებული არის და სხვადასხვა დანამატებია ასევე გამოყენებული და ბრინჯთან მიმართებაშიც ისინი არ იყენებენ ესე ვთქვათ რაფინირებულ ბრინჯს უმჯობესი არის იყოს წითელი ან შავი ბრინჯი ანუ ველური ბრინჯი იმიტომ რომ ის კარგად არ იხარშება შესაბამისად წებოვნება მისი ნაკლები არის გადამუშავება კუჭნაწლავის ტრაქტის მიერ უფრო ადვილად ხდება უჯრედისის დიდი წყაროა რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორც ინსულინ რეზისტენტობისთვის ასევე ჩვენი კუჭნაწლავის ტრაქტისთვის ამიტომ აი ამ პატარა ნიუანსებს ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისევე როგორც მომზადების წესსაც და ამაში ნუცა დამეთანხმება ალბათ რა კულინარიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნუტრიციოლოგიასთან ერთად ზოგადად სწორი კვების ჩამოყალიბებაში. ძალიან ბევრი პროდუქტია, რომელიც გვეჭმევა და არც ვიცით და გონია რომ ვერიდებით მას და ამ დროს პირიქით სასარგებლოც არის და გვეხმარება კიდევაც წონის კლებაში. აბსოლუტურად გეთახმები. აი იგივე აღმოჩენა მქონდა ნაღებზე. ვიცი რომ კალორიულია, მაგრამ როცა კალორიულ დეფიციტში ვარ, რძეზე გაცილებით უფრო მაღლა ამდის გლუკოზა ვიდრე ნაღებზე. შესაბამისად, ჩემთვის გლუკოზა რო არ ამიწიოს მაღლა, გაცილებით უკეთესია ნაღები. ეხლა სხვათა შორის ძალიან რამოდენიმე ხნის წინ, რამოდენიმე კვირის წინ დაიდო
ამერიკის ნუტრიციოლოგთა ასოციაციის მიერ ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პირამიდა პირამიდა, ხო ხო? შეიძლება ითქვას კვების რაციონში, სადაც ცხიმების რაოდენობა ბევრად მეტად არის გაზრდილი და ნახშირწყლების კიდევ უფრო დაქვეითებული, სწორედ აი ამ ინსულინ რეზისტენტობის და გლუკოზის, ესე ვთქვათ, მაღლა თუ ქვემოთ ვარდნის შემთხვევაში, იმიტომ რომ ცხიმის გადამუშავებაში ჯერ ერთი რომ ორგანიზმი ბევრად უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს. გარდა ამისა, არა აქვს სწრაფი მატება გლუკოზის, მიუხედავად იმისა, რომ ცხიმის ჯაჭვი რეალურად ბევრი ნახშირწყლებისგან შედგება, ხო და ეს არის რეალურად ცხიმოვანი ჯაჭვი ჩვენს ორგანიზმში, მაგრამ ნელ-ნელა ხდება მისი გამოთავისუფლება და შესაბამისად ორგანიზმი მას იყენებს როგორც ენერგიის წყარო და არ გვაქვს აი ეს გლუკოზის მაღალი ციფრები, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს ინსულინის დიდი ოდენობით გამომუშავებას, ჰიპერინსულინემიას, რასაც მოყვება შემდგომში ინსულინ რეზისტენტობა, რაც ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი არის, ვიცით, როგორც ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის, ასევე სიმსუქნის განვითარების, რასაც მივყავართ მერე შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ჩამოყალიბებამდე. გარდა ცხიმებისა, ცილების რაოდენობაც გაიზარდა უკვე ამ ცილა უნდა ჩამონათვალში. იყოს ბევრად უფრო მეტი, ორმაგი თუ არ ყველა ვწდები. კვებაზე უნდა იყოს გამოყენებული ცილოვანი პროდუქტი და ნახშირწყლებს ეთმობა ძალიან, ესე ვთქვათ, დაბალი. პატარა ინტუიტიურად, პრაქტიკულად მე ზუსტად მაკვებაზე ვიმყოფები და ხშირად მიწევდა ხოლმე კამათი ამაზე. და აი რატომ მიხარია ახლა რომ შენ ხარ ჩვენი სტუმარი, იმიტომ რომ შენ თვითონ გაქვს გავლილი ის გზა და ხშირ შემთხვევაში როდესაც ექიმი ძალიან პროფესიონალი შეიძლება არის, მაგრამ თვითონ არ ქონია ეს პრობლემა, იგივე ინსულინ რეზისტენტობა არ ქონდა, ძალიან რთულია ზუსტად ის იგზნო, რას გზნობს შენი პაციენტი და აი შენი გამოცდილება რომ გაგვიზიარო ლაშა. რა იყო ის სირთულეები, რასაც გადააწყდი თავად? თავადში ინტუიტიური კვება ძალიან მნიშვნელოვანი არის, ესეც უნდა აღვნიშნოთ, იმიტომ რომ ორგანიზმი ხშირ შემთხვევაში კარნახობს იმას, რაც და ერთ-ერთი მიმდინარეობა არის, ესე ვთქვათ, კვების რა. და რაც შეეხება გამოცდილებას, ხო, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც შენ რაღაც გამოცდილი და ამას უზიარებ პაციენტს. გარდა ამისა, მორალური რაღაცა ის გაქვს მაღალი უფრო შეგრძნება და უფლება იმის, რომ შენ თუ შეძელი ეს და გაქვს გამოცდილი, ესე იგი შეუძლებელი არ არის და შესაბამისად მასაც შეუძლია ეს გააკეთოს და ძალიან ხშირად მithქვამს ხოლმე პაციენტებისთვის, რომ მე ან სხვა ვინც ეს გააკეთა არ დაბადებულა ოლიმპოს მთაზე და ისიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ეს შესაძლებელია. უბრალოდ გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იყოს მიღებული ტვინში. ხო? მიუხედავად იმისა, რომ ეხლა უამრავი კვლევა არსებობს იმისა, რომ ტვინი და ნაწლავური მიკროფლორა ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირში არის და რეალურად ტვინს მართლა ამუშავებს მიკრობიოტა. იქედან გადაცემული აი ეს ნივთიერებები, მათ შორის სეროტონინი, რომელიც გვეგონა აქამდე, რომ თურმე თავის ტვინში გამომუშავდებოდა ეს ბედნიერების ჰორმონი, 95% სწორედ რომ ნაწლავებში გამომუშავდება. ამიტომ კი, მართალია, რომ მიკრობიოტა ხშირ შემთხვევაში შეიძლება მართავდეს ჩვენ ტვინს, მაგრამ ჩვენ ტვინს მართავთ ჩვენ თვითონ. შესაბამისად, ეს სიგნალები სწორად უნდა იყოს გამოყენებული მერე ჩვენს მიერ. მე მქონდა ეს პრობლემა და მართლა ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ დღეს დამთავრდა. აღონდა აქ არისო მხოლოდ ვიზუალური მხარის, ესე ვთქვათ, რაღაცა ეფექტებზე საუბარი. აქ იყო ჯანმრთელობის ყურადღებაზე, ჯანმრთელობაზე საუბარი, იმიტომ რომ ჩემი, ესე ვთქვათ, ინსულინ რეზისტენტობა არ იყო რაღაცა ციდან მოვარდნილი, ეს არის გენეტიკური ფაქტორი ჩემთვის და გენეტიკაში მაქვს, ესე ვთქვათ, დატვირთვა შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანების და შესაბამისად მე მივხვდი, რომ თუ ეხლა არ მივხედავ ჩემ ჯანმრთელობას, მეც იგივე პრობლემის წინაშე დავდგები და ერთ დღეს გადავწყვიტე და მინუს 26 კილოგრამი ჩავაბარე, ესე ვთქვათ, წარსულში. რა მეთოდით აი თუ უცებ? კი, ეს იყო ორი, ესე ვთქვათ, რაღაცა ძირითადი შეცვლა ჩემ ცხოვრებაში. ეს იყო პირველი კვების რაციონის ცვლილება. ეს იყო სტუდენტობის დროს იმ პერიოდში თან, როდესაც მუშაობდი პარალელურად და ცოტა რთული იყო ამ ყველაფრის დალაგება ნამდვილად, მაგრამ რო გადავხედე ჩემ დღის რეჟიმს, აღმოვაჩინე, რომ მქონდა რაღაცა ის დროები დღის მონაკვეთში, რა დროსაც ვუთმობდი სხვა რამეს და ეს სხვა რამისთვის
დროის დათმობა იყო ფუჭი და შემეძლო ეს დრო დამეთმო ჩემი ჯანმრთელობისთვის. და ამ შემთხვევაში ყვება უკვე მქონდა დალაგებული და მეორე რაც შევცვალე, ეს იყო ფიზიკური აქტივობა. იქიდან გამომდინარე, რომ კაბინეტური ტიპის სამუშაო გვაქვს ექიმებს, გადავწყვიტე, რომ სამსახურში იმ პერიოდისთვის მრევლო ფეხით და დღის განმავლობაში დაახლოებით 16 კილომეტრს გავდიოდი და ეს გაგრძელდა ეს 3 თვის განმავლობაში, როდესაც სანამ არ მივაღწიე სასურველ შედეგს და შემდგომში მე მივეცი გარკვეული უფლებები, ესე ვთქვათ, ჩემ თავს. ვერ დავარქმევ, რომ ეს იყო ჯილდო, იმიტომ რომ არ მიმაჩნია, რომ ჯილდო უნდა იყოს რაიმე ზიანის მომტანი ვინმესთვის, ხო? არავითარ შემთხვევაში, ამიტომ მშობლებსაც ბავშვები როდესაც მოყავთ, ხოლმე ხშირად ვეუბნები, რომ არავითარ შემთხვევაში მოდით და ჯილდო არ იყოს fast food-ი, ხო? იყოს რაიმე ისეთი თქვენთან ერთად გართობის პერიოდი, ხო, ბავშვებისთვის, რომ იმიტომ რომ აი ამ ხო, რომ აი ეს ემოციები იყოს მისთვის შენახული და ეს ემოციები იყოს მასთან კავშირში სიხარულთან და არა ვთქვათ რაღაცა ცუდი საკვების მირთმევა, რომელიც შემდგომში ნებისმიერი სტრესის დროს გაახსენდება, რომ აი ის ემოცია სიხარულის, ანუ ჯილდო იყო დაკავშირებული სწრაფ ყვებასთან. ამიტომ ზრდასრულ ასაკში შემდგომში, როდესაც ცუდ ხასიათზე ვართ, ყოველთვის გვახსენდება ის კარგი მომენტი, როდესაც დაგვაჯილდოვეს, მაგრამ არ ვუფიქრდებით, რითი დაგვაჯილდოვეს ხოლმე ხშირ შემთხვევაში. აი დინამიცოდა ხოლმე. დინამიცოდა ხოლმე ჩვენი დაჯილდოება ეგრეთ წოდებული fast food-ით. კვირაობით დავყავდით ხოლმე. მარტო fast food-ში არ დამყავდით, მაგრამ ეტყობა თქვენ ყველაზე მეტად fast food-ი მოგწონდათ ხოლმე. კი, ამიტომ ეს შეცდომა ჩვენთანაც აქტუალური იყო. და ჩემთან ეხა გამახსენდა, რომ მამა ჩემი ყოველთვის, როდესაც ჩემი გახარება უნდა და ან დაჯილდოება, შოკოლადს მჩუქნია თან. მაშინ მე რო პატარა ვიყავი, ნუ მართლა რთული იყო, კაი შოკოლადი ჩამოტანა და ჩამოქონდა ხოლმე უცხოეთიდან და მინახავდა და ესე ცოტ-ცოტად მაძლევდა ხოლმე და აი მართლაც როდესაც ყველაზე დიდი სტრესის პერიოდები მქონდა, ყოველთვის შოკოლადი მინდებოდა. ესე იგი, ეს არის ტრიგერი ჩვეულებრივად ჩადებული. კი, ეს არის ესე ვთქვათ რაღაცა კავშირი ფსიქოემოციური აი ამ მომენტებთან და ამიტომ ხშირ შემთხვევაში მოდის რა თქმა უნდა ბავშვებიდან, ანუ ბავშვების აღზრდიდან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა მშობლებმა რა შეცდომებიც დაუშვეს ჩვენთან, ჩვენც იგივე არ გავიმეოროთ ხოლმე ხშირ შემთხვევაში, ხო? ძალიან ხშირად ვეუბნები ხოლმე პაციენტებს, რომ აი როცა ამბობენ, რომ აი უყვარს და რა ვქნა, ხო, იგივე ტკბილგაზირებულ სასმელებთან მიმართებაში, ან fast food-თან მიმართებაში, ხო? ნუ პასუხი არის შემდეგი, რომ ადამიანი როდესაც იბადება, მას არავინ და არაფერი არ უყვარს. სიყვარული ჩდება გარკვეული ქმედებებიდან, ურთიერთობებიდან, ხო, შესაბამისად, ჩვენ თუ არ შევაყვარებთ ამა თუ იმ პროდუქტს და არ გავასინჯებთ, არ იქნება ის ყოველდღიურ რაციონში, ან არ იქნება ის ჯილდოს სახით, რასაც ვამბობთ, შესაბამისად, მის და მის სიყვარული მას არ გაუჩნდება და მე არ ვამბობ იმას, რომ სრულად უნდა ავგრძალოთ რაღაცები, იმიტომ რომ როგორც აღვნიშნეთ, ეს აკრძალვებით სტრესი არის. მაგრამ რაღაცა ზომიერება უნდა დავიცვათ აბსოლუტურად ყველაფერში. აი ესეთი კითხვა, მაგრამ ხილთან დაკავშირებით, ბევრმა იცის აი დემონიზება ხილის დიეტის დროს და რეალურად რა არის ხილი? შეიძლება, არ შეიძლება, რა დროს შეიძლება და რომელი ხილი არის რეალურად რეკომენდირებული დიეტის დროს? ხილი, აი აქაც გააჩნია თუ რა პრობლემის წინაშე ვდგევართ. ჩვენ თუ საუბრობთ ნორმალურ ჯანსაღ ორგანიზმზე, ხილი აუცილებელი კომპონენტი არის ჩვენი კვების რაციონის. იმიტომ რომ ის შეიცავს უამრავ მინერალს და ვიტამინს, იმიტომ რომ ის შეიცავს დიდი ოდენობით ბოჭკოს და ჩვენი კუჭანწლავის ტრაქტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. უბრალოდ ხილის მირთმევასაც რა თქმა უნდა თავისი წესები აქვს. არ უნდა იყოს კვებასთან მიბმული. ხილს უნდა კონდეს ცალკე კვების დრო აუცილებლად. ცალკე გამოყოფილად. ცალკე გამოყოფილი უნდა იყოს, როგორც ხემსი, კი ბატონო. რაც გვეხმარება იმაში, რომ მასში არსებული ის დადებითი მიკრო-მაკროელემენტები მარტივად მოხდეს ათვისება ჩვენი ორგანიზმის მიერ და გარდა ამისა, იმ პიკის, ანუ სწრაფი გლუკოზის აწევა სწრაფადვე ჩამოვიდეს ქვემოთ და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დიდი ოდენობით შაქარი არ დარჩეს სისხლში. ამიტომ ეს ძალიან ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, მაგრამ თუ არის უკვე ესე ვთქვათ მკვეთრად დარღვეული ნახშირწყლოვანი ცვლა, მათ შორის ინსულინ რეზისტენტობა მკვეთრად გამოხატული. ამ დროს არსებობს გარკვეული ხილი, რაზეც უნდა ვთქვა თუ არის
ან რაღაცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება საერთოდ ხილზე ვთქვა თუ არის. მაგრამ აუცილებლად აქ დიდი ოდენობით უნდა ჩანაცვლდეს მაშინ ბოსტნეულით. რო უჯრედისი მოვიდეს. რო უჯრედისი მივიღოთ, კი, ეს არის აუცილებელი მომენტი. აი შენ ახსენებ 16 კილომეტრს გადიოდი დღეში, როცა ეს წონის კლება მქონდა 3 თვის განმავლობაში და აი ზოგადად ვარჯიშის მხრივ რომელი ვარჯიში უფრო ეფექტური არის ძალისმიერი თუ აი ეს კარდიო ვარჯიში რომელიც არის? ორივე შეიძლება ითქვას, ორივე ძალიან მნიშვნელოვანი არის, უბრალოდ აქ უნდა იყოს სხვა გადანაწილება ასევე მდგომარეობის მიხედვით, რა ტიპის დარღვევა გვაქვს ჩვენ ორგანიზმში. ორივე თავარი აი ვარჯიში ხალხო და და პეციანური არის ყველაზე უსაფრთხო ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში აი მაგალითად ყოფილა ისეთი პაციენტები, რომლებსაც არ ქონიათ რაღაცა გარკვეული წინასწარი დიაგნოსტიკა გავლილი და როცა მისულან ფიტნეს დარბაზში დაუწყიათ ვარჯიში, იგივე ძალისმიერი ვარჯიშები და აღმოჩნდა უცებ რომ ხერხემალზე გარკვეული პრობლემები აქვს და ამან გააუარესა ეს მდგომარეობა. თქვათ კარდიო ვარჯიშების თვალსაზრისით გულსახთა სისტემაზე იყო იქ რაღაცა დატვირთვა და ამან მიცა ხო? როდესაც ანუ აქაც ზომიერება უნდა დავიცვათ აუცილებლად ვარჯიშის დროს და არ შეიძლება აი ესე ყრუთ ესე ვთქვათ ვენდოთ რაღაცა ფიტნეს ინსტრუქტორებსაც ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ გარკვეული სადიაგნოსტიკო ესე ვთქვათ საშუალებები უნდა ვიაროთ ფეხი ხალხო რა მინდა აღვნიშნო, ეს სტატისტიკები ძალიან მიყვარს და თქვათ, როდესაც ბუმი იყო აი აერობიკის, აი ამერიკის შეერთებულ შტატებში სიკვდილიანობა გაიზარდა, არ ვიცი, მე მგონი 16-17%-ით ვარჯიშის დროს. იმდენად არასწორად ხდებოდა ვარჯიშების. აი ინსულინ რეზისტენტობის დროსაც ხო, მაგალითად ინსულინ რეზისტენტობის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კარდიო ვარჯიშებს, ხო, იმიტომ რომ კუნთში ხდება, ესე ვთქვათ, გამოყენება ძალიან დიდი ოდენობით ნახშირწყლებით. იგივე ვარჯიშის დროს კუნთი როგორ უნდა გავაძლიეროთ, როგორ არ უნდა მოხდეს მაგალითად მაგნიუმის დეფიციტის განვითარება ხო, იმიტომ რომ ვარჯიშის დროს ვიცით რომ ნერვკუნთოვანი აი ამ ქსოვილის აქტიური მუშაობის დროს მაგნიუმის აქტიური გამოყენება ხდება, იგივე ბეჯგუფის ვიტამინები რა დროს უნდა მივიღოთ ხომ, თუმცა არსებობს ისეთი მდგომარეობები, რა დროსაც ბეჯგუფის საერთოდ აკრძალული არის გამოყენება ხო, მაგალითად ვისაც აწუხებს აკნე. ხო, ანუ აი ძალიან ბევრი ნიუანსი არის, რომელსაც მართლა რა ვიცი ვსწავლობთ ჯერ კიდე ჩვენც და აი ეხა მაგალითად იგივე პრინციპი ხო რაც ვთქვით რომ ამერიკის ასოციაციებმა შეცვალეს აი კვებისადმი მიდგომა ხო რამდენი ხანი დაჭირდა ხო ამას რომ რაღაცა მეცნიერული კვლევა დაიდოს ამაზე რომ შეიცვალა ეს წესები ხო და აი ეს 50 წელზე მეტი დაჭირდა ხო კი ნამდვილად და ამერიკაში დღესდღეობით პირველი პრობლემა არის მედიცინის, სამედიცინო საზოგადოების სიცოცხლის აღმოფხვრა, იმიტომ რომ პირველ ადგილზე არის და ამის გამო ხო შიმშილისგან რამდენი ადამიანიც იღუპება, უფრო მეტი იღუპება ჭარბიწონისგან, ანუ სად მივედით ხო? კი და შესაბამისად ეს მათი ეკონომიური, ესე ვთქვათ, მდგომარეობისთვისაც ძალიან დიდი პრობლემას წარმოადგენს, ისევე როგორც სოციალური პრობლემა ხო, იმიტომ რომ შრომის უნარიანობა დაქვეითებული არის ამ დროს, უფრო მეტი მედიკამენტები ჭირდება, ეხა იქ სახელმწიფო აზღვევს მედიკამენტებსაც და კვლევებსაც, მაგალითად ჯერჯერობით საქართველოში სიმსუქნის მკურნალობა, იმიტომ რომ სიმსუქნე აქვე კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის დაავადება და ეს არ არის მდგომარეობა და როდესაც შენ პაციენტს ეუბნები, რომ შენ ხარ მსუქანი, ეს არ არის არავითარ შემთხვევაში ბულინგი, აქვე უნდა ვთქვათ ესეც. ეს არის უკვე დიაგნოზი სიმსუქნე, რომელსაც აქვს თავისი ხარისხები კიდე, ხო? და სიმსუქნე როგორც დაავადება, მაგალითად საქართველოში სადაზღვევო კომპანიების მიერ არ ფინანსდება არც დიაგნოსტიკა და არც მკურნალობა, რაც ძალიან ცუდი მაგალითი არის და სამწუხაროა აბსოლუტურად, იმიტომ რომ შემდგომში სიმსუქნისგან გამოწვეული დაავადებების მკურნალობა და დიაგნოსტიკა ბევრად უფრო დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ვიდრე სიმსუქნის მკურნალობა თვითონ იმისათვის, რომ ჩვენ თავიდან ავირიდოთ დაახლოებით 172 დაავადება, რომელსაც იწვევს სიმსუქნე. ამიტომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს სადაზღვევო სისტემა მთლიანად შეცვალა ამ კუთხით და სიმსუქნე დღეს ზის მათთან როგორც პრიორიტეტი კი მკურნალობაში, იმიტომ რომ შემდგომში ის დამატებითი დაავადებები აიცილონ თავიდან. როდესაც მე ზუსტად იმის გამო მაწუხებს ზედმეტი და ჭარბი წონა, რომ ჩემი წონა ჯანმრთელობის პრობლემიდან მოვიდა და
ზუსტად კიდე სხვა ჯანმრთელობის პრობლემას იწვევს. ძალიან ხშირად მეუბნებიან, რომ ძალიან კარგად გამოიყურები, რა გინდა ესეთი გვიყვარხარ და ანუ გონიათ, რომ მაწუხებს რაღაცა ვიზუალური მდგომა. ხო და არანაირად არ მაწუხებს ვიზუალური პრობლემა არც პირად ცხოვრებაში, არც ურთიერთობაში ეს ხელს არ მიშლის. ეს მხოლოდ ჯანმრთელობისთვის მჭირდება და აი ეს არის მართლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში და რის თქმა მინდა, მე დავაკვირდი, რომ ახლა კეტო დიეტა მე არ მიცდია ნამდვილად, იმიტომ რომ ამდენი ცხიმის მიღება უბრალოდ არ შემილია. რაღაცა ინტერვალური ფასტინგი რო დავიწყე და რაღაცა პროდუქტები რო ამოვიღე და ცილა და ცხიმი უფრო დავტოვე და ბევრი პოსტნეულია. აი ამან უკეთესად იმოქმედა ჩემზე და აი მინდა რომ შენი თვალსაზრისით როგორ ხდება ამ დიეტების დაცვა, სწორად ხდება, არასწორად რეკომენდებულია, არარეკომენდებულია, აი მაგაზე მინდა რომ ორივე ელაპარაკო. მათგანი რეალურად არის სამედიცინო ინსტრუმენტი. შეუძლებელი არის ამ ფასტინგზე ან კეტო დიეტაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიყოთ. მაგალითად 2020 წელს გამოქვეყნდა 5 აი ტოპ დიეტის მონაცემები მსოფლიო მასშტაბით და იყო აქ მაგალითად იგივე კეტო დიეტა, ფასტინგი იყო, ფიზიოლოგიური კვება იყო ხმელთაშუა ზღვის პროდუქტების დიეტა და იყო კიდე ისა დიუკანის? ხო არა, დიუკანის. დიუკანის კი ჭადის სახელი რო დაკავიწყდა. დიუკანის დიეტა. ხუთივე აჩვენა აბსოლუტურად ერთნაირი შედეგი, ანუ შედეგის თვალსაზრისით, ანუ მიზანის მიღწევის თვალსაზრისით, ხუთივესთან იყო არაჩვეულებრივი შედეგები. უბრალოდ შემდგომში იყო გამოტანილი ანუ გვერდითი ეფექტები, რაც თითოეულ მათგანს ახასიათებდა. ნუ ფიზიოლოგიურ კვებაზე ძირითადად არ იყო, ესე ვთქვათ, ფიზიკური რაღაცა დარღვევების მომენტები, მხოლოდ და მხოლოდ იყო ფსიქოემოციური, ესე ვთქვათ, ჩივილები ადამიანებისგან, ვინც ფიზიოლოგიურ კვებაზე იყო, იგივე დროის ფაქტორის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ყოველ 3 საათში უნდა იკვებონ და მომზადების თვალსაზრისით. მხოლოდ და მხოლოდ ეს. დანარჩენ 4 კვებაზე იყო გამოტანილი უკვე ფიზიკური, ესე ვთქვათ, ჩივილები, ანუ ის სიმპტომატიკა, რაც აწუხებდათ ადამიანს. მაგალითად, კეტო დიეტის დროს ეს იყო მაგალითად ხუჭირწყლავის ტრაქტის თვალსაზრისით გარკვეული დარღვევები, ხო? ბევრი პრობლემა მოყვება. იგივე კეტო გაციება მაგალითად, ხო? ანუ რასაც ვეძახით კეტო გრიპის სიმპტომები, ანუ თავბრუსხვევა, მოთენთილობა, დაღლილობა, უენერგიობა პირველი პერიოდის განმავლობაში. ხმელთაშუა ზღვის პროდუქტების დიეტაზეც ასევე ნაწილობრივ იყო უფრო მეტად შიმშილის შეგრძნება, ესე ვთქვათ, გამძაფრებული და გარდა ამისა ფინანსური მდგომარეობა, იმიტომ რომ ვიცით რომ ზღვის პროდუქტები არც თუ ისე, ესე ვთქვათ, ისეთი არის, ხელმისაწვდომი პროდუქტები არის. დიუკანის დიეტასთან მიმართებაში მაგალითად იყო რა თქმა უნდა შედეგი, მაგრამ აქვე იყო გარკვეული პრობლემები თირკმლის მიერი, იმიტომ რომ ცილები იყო დიდი ოდენობით შეგნდა თირკმელზე იწვევდა დატვირთვას, გარდა ამისა იყო ხშირ შემთხვევაში უენერგიობა, ძილის რეჟიმის დარღვევები, რაც გამოიწვია და ანუ ასევე ფასტინგის შემთხვევაში, ფასტინგის დროსაც ხშირ შემთხვევაში მაგალითად დაახლოებით 15%-ში რამდენადაც სწორად მახსოვს, პირიქით იყო მატება წონის და რატომ? იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში გონიათ, რომ იმ 6 საათში ყველაფრის ჭამა უნდა მოასწრო და შესაბამისად ფასტინგი 18 საათიანი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იმ 6 საათში არაფერი არ გავითვალისწინოთ და შეზღუდვები არ გავაკეთოთ, ხო? ამიტომ ამასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეხლა ფასტინგი მაგალითად არ შეიძლება შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის, არ შეიძლება ორსულებისთვის, ხო? არ შეიძლება გულსახმელთა სისტემის დაავადების მქონე ადამიანებისთვის, მაგრამ იდეალური გამოსავალი არის, იმიტომ რომ მას თავისი სამედიცინო ჩვენება აქვს, რისთვისაც იყო ის შექმნილი თავის დროზე, ეს არის ავტოფაგია, ანუ საკუთარი უჯრედების, ესე ვთქვათ, ჭამა, ცუდი უჯრედების ჭამა, უხეშად რომ ვთქვათ, და ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის და ეს მეორე იყო მაგალითად ინსულინ რეზისტენტობა, კვეთრად გამოხატული, რა დროსაც ძალიან კარგ შედეგებს გვაძლევს. უბრალოდ კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ იმ 6 საათშიც გარკვეული წესები უნდა იყოს დაცული, ხო? ეხლა რაც შეეხება კეტოს, რომელსაც ასევე ძალიან კარგი შედეგები აქვს ამ დროს, კეტო დიეტაც შექმნილი არის კონკრეტული სამედიცინო ჩვენებისთვის და ის არის შექმნილი ეპილეფსიით დაავადებული ადამიანებისთვის. მაგალითად, იმიტომ რომ აი ეპილეფსიაში რა ხდება ხოლმე, რომ აი ეს გლუკოზის პიკები ხშირ შემთხვევაში გულყრის პროვოცირებას იწვევს ხოლმე და კეტო დიეტის დროს, მაშინ როდესაც არ არის გლუკოზის მაღალი დონე სისხლში, შესაბამისად
ამ ადამიანებში აი ეს გულყრის ეპიზოდები მცირდება და შესაბამისად ეს უკვე ერთგვარი ესე ვთქვათ დახმარება არის ეპილეფსიის მქონე ადამიანებისთვის, ხო? იგივე იყო მაგალითად დუკანთან შემთხვევაშიც. დუკანის ესე ვთქვათ აი ეს კვება შედგენილი იყო რეალურად კარდიოლოგიური ჯანმრთელობის მქონე დაავადებების მქონე პაციენტებისთვის პოსტოპერაციულ პერიოდში მათი რეაბილიტაციისთვის, რომ აღდგენა მომხდარიყო ორგანიზმის მიერ უფრო ესე ვთქვათ კარგად იმ კუნთოვანი მასის, რაზეც ხდებოდა ხოლმე ძირითადად ზეწოლა და აღმოაჩინეს, რომ აი ამ დროსაც ხდებოდა წონის კლება და შემდგომში უკვე ეს მოედო ესე საზოგადოებას. მნიშვნელოვანია ერთხელ მაინც ჩვენ გქონდეს რაღაცა ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, ანუ გარკვეული დიაგნოსტიკური კვლევები გავლილი და მხოლოდ ამის შემდგომ ჩვენ მოვახდინოთ ესე ვთქვათ არჩევა თითოეული კვების რაციონის. და ალბათ ყველაზე აქტუალური საღამოს ჭამა. აი ამასთან დაკავშირებით გვინდა დაგისვათ კითხვა. აი თქვა ჭამა 1300 კალორიას, ხო? 1300 კალორიას მივირთმევ თქვა 12-დან 6 საათამდე თუ თქვა 4-დან 10 საათამდე აქვს თუ არა მნიშვნელობა და როგორი, ანუ რას ცვლის ეს ყველაფერი იღამე ჭამა ძილის წინ. ხო, ეს ძალიან ისეთი გავრცელებული მითი იყო, ხო, 6-ის მერე არ ვჭამ, ხო, რაღაცნაირად და 6-ის მერე არ ვჭამ და მაინც არ ვხდები, ხო? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აბსოლუტურად სწორად აღნიშნე იმ კალორიების მიღებას, რა კალორიებსაც ჩვენ ვღებულობთ და შემდგომში რასაც ვხარჯავთ და გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ამ კალორიებს ჩვენ დღის რომელ მონაკვეთში მივიღებთ. ეს შეიძლება იყოს დღის მეორე ნახევარშიც, ეს შეიძლება იყოს დღის პირველ ნახევარშიც. ნუ იგივე არის. აბსოლუტურად და ეს კვლევებით დადასტურებული ფაქტი არის, რომ ჩვენ თუ ვჭამთ ღამის განმავლობაში მაგალითად ჩვენი კალორიების უმეტეს წილს მაგალითად 1800 კილოკალორიას, მაგრამ ჩვენ მის გახარჯვას ვახერხებთ დღის განმავლობაში, ეს არანაირად არ ცვლის იმ საბოლოო შედეგს, რა შედეგით ჩვენ გვინდა. ამიტომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუმცა აქაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ კალორიებს რომელი ტიპის პროდუქტებით ვიღებთ. არა მხოლოდ დღის მეორე ნახევარში, არამედ ზოგადად დღის განმავლობაში, ხო, იმიტომ რომ ეს კალორიები მარტო ცხიმებიდან ან მარტო ნახშირწყლებიდან ხო არ ითვლება, ეს ითვლება მთლიანად ჩვენი კვების რაციონიდან. ამიტომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აი ეს კალორიაში რისგან შედგება, ანუ არის უმეტესი ცილები, არის უმეტესი ცხიმები თუ უმეტესი ნახშირწყლები. მე კიდე წავეკითხე ერთი კვლევა, სადაც არის რომ მითითებული რომ საღამოს უბრალოდ ვთქვათ ხორცს თუ იღებ, აქ რაღაცა მიტოქონდრიებთან იყო კავშირში, რომ უფრო უჭირს რაღაც პერიოდში, ანუ აი ხო გადამუშავება, ვიდრე ვთქვათ დღის განმავლობაში და მე ჩემ თავზე დავაკვირდი, რომ თუ გვიან ვიღებდი აი მართლა ნახშირწყლოვან საკვებს დილას შეშუპების ხარჯზე ვიყავი უფრო ეს ინსულინოსტენტობასთან დაკავშირებული ფაქტი არის. აქაც ხორცს გააჩნია, კიდე რა ტიპის ხორცს ვიღებთ, ხო? აი მაგალითად საქონის ხორცი ღამის საათებში რა თქმა უნდა ბევრად უფრო რთულად გადასამუშავებელი არის, მაგრამ ჩვენ თუ მივირთმევთ თევზს, ის მარტივად მუშავდება მაგალითად ორგანიზმის მიერ, ან ქათამი, ან კურდღლის ხორცი, რომელიც ასევე ისეთი ბოჭკუებისგან შედგება, რომელიც მარტივად გადასამუშავებელი არის ჩვენი ორგანიზმისთვის. და ძილის პერიოდში ბაზალური ინსულინის გამომუშავებას არ უშლის ხელს. ეს არის ძალიან გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მგონია, რომ გძინავს და ვისვენებს და ორგანიზმში არაფერი არ ხდება, ძილის დროს ძალიან ბევრი პროცესი მიმდინარეობს, მათ შორის ძილს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დღის განმავლობაში ნახშირწყლების სწორ გადამუშავებასთან, იმიტომ რომ სწორედ ძილის პერიოდში ხდება ინსულინის გამომუშავება ბაზალურის, ამას შემდგომში მოსდევს უკვე გაღვიძების, ესე ვთქვათ, ღვიძილის პერიოდის ჩართვისას კორტიზოლის გამომუშავება და კორტიზოლი და ინსულინი ჩვენ ვიცით რომ მკვეთრად ერთმანეთის ანტაგონისტები არიან და შესაბამისად ერთმანეთის ფუნქციონირებას უშლიან ხელს, მაგრამ ეს გვაძლევს სწორედ ჩვენ დღის განმავლობაში ნორმალური ნივთიერებათა ცვლის წარმართვის, ესე ვთქვათ, საშუალებას, ამიტომ ძილს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ხშირ შემთხვევაში მე გამიგია ხოლმე რომ ამბობენ რომ აი არა, კი, მძინავს 8 საათი, მაგრამ ის 8 საათი როდის გძინავს, ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენს ორგანიზმს აქვს ბიორითმი და კონკრეტულ დროებში გამომუშავდება კონკრეტული ნივთიერებები. მაგალითად, ინსულინის ზრდის ჰორმონთან ერთად გამომუშავდება მიბნულად პირველიდან 3 საათამდე ღამის პერიოდში და თუ ჩვენ პირველ საათამდე ღრმა ძილს
ვერ განვიცდით, ხო, ღრმა ძილის ფაზას, ამ შემთხვევაში მისი გამომუშავება ირღვევა. მაგალითად, კორტიზოლი და პროლაქტინი, რომელიც ემოციების და სტრესის მართვის ჰორმონები არის, ხო, გამომუშავდება დილით 6 საათისთვის, რა დროსაც უკვე ორგანიზმი ემზადება გაღვიძებისთვის, მაგრამ ჩვენ თუ სინამდვილეში 6 საათზე დავიძინეთ, შესაბამისად ეს პერიოდიც უკვე დაკარგული არის. ამიტომ ამას ძალიან დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მოკლედ, არა მხოლოდ ჩვენი წონის კონტროლში, არამედ ჩვენი ფსიქოემოციური სტატუსის შენარჩუნებაში. კი, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვა არის ეს ძილის რეჟიმი. ძილის რეჟიმი და პირდაპირ კავშირში, აი, როგორც კი სწორად ადრე დავიძინებ და გავიღვიძებ, თქვა 8 საათის შემდეგ, აუცილებლად მაქვს წონის კლება ხოლმე, მაგრამ თუ აი მთელი დღე არ მიჭამია, მაგრამ არც მეძინა ნორმალურად, იქ პირიქით მატება მაქვს ხოლმე. აბსოლუტურად გეთანხმებით. ხშირად არის ხოლმე, რომ არის ისეთი კლინიკური, ესე ვთქვათ, რაღაცა ლაბორატორიული თუ დიაგნოსტიკური მაჩვენებლები, რა დროსაც უბრალოდ რაღაცა კვების მკვეთრ შეცვლასაც აზრი არ აქვს, თუ ის მაჩვენებლები არ გამოსწორდება, იმიტომ რომ ამ დროს რაღაც мотиваციას ვუკლავთ ხოლმე ჩვენ ადამიანებს, იმიტომ რომ იწყებენ აი ამ დარღვევების დროს კვებით რაციონის სრულებას, მაგრამ შედეგი არ აქვს და ფიქრობენ, რომ всё, უნდა დავამთავრო, იმიტომ რომ მაინც შედეგი არ მაქვს. მაგრამ თუ ეგ მაჩვენებლები არ გამოსწორდება, ხო, მაგალითად ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე იგივე რკინის დეფიციტთან მიმართებაში. თუ რკინის დეფიციტი არ იქნება გამოსწორებული, წონის კლება ისე ვერ წამოვა. იგივე მაგალითად შეიძლება იყოს ბეჭდგუფთან მიმართებაში. ან ხამის აპნოე, რაც თქვა, ძალიან ბევრი ანუ ყველაფერი მაქვს დაშავებული, რაც ახლა ჩამოთვალე. აი ყველაფერი, ყველა გზა გავლილი მაქვს. უამრავი ენერგია, დრო, ნერვები, ნებისყოფა მაქვს აი ამის გამო. ხო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა, როდესაც აი დანაშაული მაქვს შადენილი, როცა თქვი, რომ საკუთარ თავთან ვაღიაროთ დანაშაული. ეს არის ყველაზე პირველი ნაბიჯი, რაც გვიმარტივებს საერთოდ ცხოვრებას, იმიტომ რომ ხშირად არიან ადამიანები, როდესაც მოდიან და მაგალითად აი რაღაცას აი სამსახურს, მეზობელს, დირექტორს, ვიღაცებს აბრალებენ ხოლმე აი სიმსუქნის განვითარებას და არავითარ შემთხვევაში არ აბრალებენ საკუთარ თავს, ხო? სანამ საკუთარ თავთან არ მოვიტანთ ამ დანაშაულს და არ ვაღიარებთ, რომ იცი მე ამას ვაშავებ. და ამიტომაც მაქვს განვითარებული აი ეს ჭარბი წონა თუ სიმსუქნე, ხო, მანამდე უბრალოდ არაფერი არ მოწესრიგდება, ხო? და იგივე არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში აი არ ვჭამდა, მაინც ვსუქდები, ხო? ესეთი აი ნინას აქვს ეგ შემთხვევები. და აი ეგ რა ფენომენია, რომ აი არ ვჭამდა, არ ვიკლებ. რანაირად შეიძლება არ ჭამდა და არ იქლებდე, იმიტომ რომ წესით კალორიულ დეფიციტში ხარ და უნდა იქლებდე. ხო, ნუ ეს მრავალ ფაქტორზე არის ხოც შორს დამოკიდებული. ერთ-ერთი არის სწორედ არ ჭამა და სტრესი ჩვენი ორგანიზმის და ამ დროს რაღაცა თავდაცვის ფუნქცია ირთვება ჩვენს ორგანიზმში, რა დროსაც ჩერდება ყველა და ყველაფერი, რაც კი მუშაობს ჩვენთან ორგანიზმში და აქედან გამომდინარე ცხიმოვანი ქსოვილის წვაც არ ხდება და შესაბამისად ვერ ვიკლებთ. მეორე არის ის, რომ აი ძალიან მარტივად ესე ვუხსნი ხოლმე პაციენტებს, რომ აი ავტომობილს, რომელსაც ჭირდება მაგალითად 7 ლიტრი საწვავი 100 კილომეტრზე და ჩვენ ჩავასხით 2 ლიტრი, ხო, მაგრამ გვინდა გავიაროთ 100 კილომეტრი, ვერ გაგვატარებს, ხო? შესაბამისად ესე არის ჩვენი ორგანიზმის, თუ ის მნიშვნელოვანი ნივთიერებები არ მივაწოდეთ, რაც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, შესაბამისად ის ნივთიერებათა ცვლას ვერ შეასრულებს, ხო? ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. ან თუნდაც ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც ჩამოვთვალეთ, თუ ამ არ ჭამას არ დაურთეთ თან, ის ესე ვთქვათ მომენტები, ძილის გამოსწორება, ფიზიკური აქტივობა და ასე შემდეგ, ამ დროსაც რა თქმა უნდა გარკვეულ შედეგს ვერ მივიღებთ. ამიტომ არ ჭამა არასდროს გამოსავალი არ არის და ეს პირიქით დიდი ზიანის მომტანი არის ჩვენი ორგანიზმისთვის. უნდა მივირთვათ, მაგრამ ზომიერების ფარგლებში რა თქმა უნდა. და როგორ რთულია ზომიერების პოვნა და ხო და აი ეს დარღვევებთან დაკავშირებით, აი დარღვევა ჯობია თუ უბრალოდ რომ ისე იკვებო, რომ შენ თავს მისცე უფლება, რომ ცოტა ყველაფერი გასინჯო, თუ აი კურიაში ერთხელ დარღვევა და მე თავიდან ყველაფრის კაცრად დაცვა, რომელი მე ესეთი მეთოდი მაქვს მე პირადად არჩეული, რომ სადაც მივდივარ ხოლმე ღონისძიებებზე, ცოტა ყველაფერს მივირთმევ და უბრალოდ არ უნდა იყოს ესეთი მომენტები, რომ მოდი ეს ერთიც. არა, მოდი ეს ერთიც არ უნდა იყოს უკვე. აი ეს ერთი დამთავრდა და ხვალიდან უკვე ხო, იგივე არ უნდა გააგრძელო. და ესეთი დღეები, ხო, უნდა ესე ვთქვათ არსებობდეს ჩვენ
რეალობაში, იმიტომ რომ ნუ ვერ გავექცევით ვერსად, ხო? ისიც რომ ვთქვათ მივირთვით და მე ჩვენ ამის რაღაცა გოდებას ვიწყებთ, ტანჯვას და ასე შემდეგ, რა დროსაც კიდე უფრო სტრესს ვაყენებთ ჩვენს ორგანიზმში ამით, ხო? და კორტიზოლის გამომუშავება, ეს კორტიზოლი ინსულინის მოქმედებას უწყობს ხელს, ინსულინი დიდი ოდენობით რჩება სისხლში არსებული ინსულინი მადას გვიღვიძებს. მოკლედ ეს მთელი კიდე ერთი დიდი პათოლოგიური ჯაჭვია, ხო, რომელიც კიდე უფრო დიდ განვითარებას იწვევს სიცოცხლეს. ასეთ რაღაცას ვიტყვი ბოლოს, რომ დარწმუნებული ვარ, ხა მაყურებელი რომელიც გვისმენს, მისთვის ხა ჩემთვის ეს არ არის ახალი და უკვე შეგუებული ვარ ამ ყველაფერს, მაგრამ ადამიანი რომელიც უცებ მოისმენს, რომ აი ცოტა პარალიზებული შეიძლება იყოს შიშის გარო, როგორ უნდა გავაკეთო ისე მაშინ, რომ სწორად გამომივიდე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფაქტორი არის გასათვალისწინებელი და არ მინდა რომ დარჩეთ ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ეს არის შეუძლებელი ან ძალიან რთულია და აი ამაზე მინდა რომ თქვა. პირველ რიგში როგორც აღვნიშნეთ, აღიარება უნდა მოხდეს საკუთარ თავთან, რომ შენ ხარ დამნაშავე და შესაბამისად თუ შენ ხარ დამნაშავე, შენ უნდა გამოასწორო ეს ყველაფერი. მერე უნდა იპოვო გამოსწორების გზები, რომ შენთვის ეს სტრესი არ იყოს და ამაში შეიძლება დაგჭირდეს დახმარება. ამაში შეიძლება დაგჭირდეს როგორც ნუტრიციოლოგის დახმარება, ისევე შეიძლება დაგჭირდეს ფსიქოთერაპევტის დახმარება. და ფსიქოთერაპევტის ესე ვთქვათ რაღაცა როლი დღესდღეობით ძალიან დიდი არის ზოგადად ნებისმიერი ჯანმრთელობის, ანუ როგორც მენტალური, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ხო? ამიტომ ამას ძალიან დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აი ამ ყველაფრის შემდგომ უკვე შეიძლება ჩვენ გავიაროთ სპეციალისტთან კონსულტაცია, რომელიც ჩაგვიტარებს რაღაც გარკვეულ კვლევებს, ხო, ბაზისურ კვლევებს, რომელიც აუცილებელი არის, რომ შევისწავლოთ ჩვენი ორგანიზმი და ამის მიხედვით გვირჩევს, რა ტიპის პროდუქტები უნდა იყოს მეტად რაციონში გამოყენებული, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ფიზიკურად რამდენად უნდა დავიტვირთოთ და შესაბამისად ჩვენ ამას რადიკალურად ხვალ კი არ ვიწყებთ, უბრალოდ ნელ-ნელა თვითონ ნაბიჯით ვეცდებით, რომ ჩვენს რეალ ცხოვრებაში ჩამოვაყალიბოთ ცხოვრების ჯანსაღი წესი და წესები არსებობს ზოგადად, იმიტომ რომ ის დაირღვეს, მაგრამ ეს დარღვევები არ უნდა იყოს პერმანენტული. ეს დარღვევები უნდა იყოს ზოგჯერ და ხანდახან და ეს ძალიან მარტივი არის ამის დაცვა, მაგალითად 5-2-ზე პრინციპით, რაც გულისხმობს თავის მხრივ იმას, რომ კვირაში 5 დღე ჩვენ ცხოვრობთ ჯანსაღი ცხოვრების წესით და 2 დღე ჩვენ თავს ვაძლევთ იმის უფლებას, რომ ვიცეთ თავისუფლება და ყველაფერი ესე ვთქვათ, მაგრამ ამ თავისუფლებასაც თავის ჩარჩოები აქვს. ვერ გელევი იმდენად საინტერესო ტყვეები და მე მგონი გამოვწურეთ იმდენი კითხვა დავუძვით და ისეთ გავუსწროთ. ეხლა პატარა ბლიცი გვაქვს მაშინ გადავიდეთ ამ ბლიცზე. პატარა კითხვები, ხო და გაგიშვებთ უკვე მალე. მზად ხარ? დავიწყოთ. შაქარი თუ შაქრის შემცვლელი? ორივე ერთნაირად ზიანის მომტანი არის, აქაც მთავარი არის ზომიერება. საუზმე აუცილებელია თუ არა? სასურველია, მაგრამ არ წარმოადგენს აუცილებლობას. წონაში კლების დროს პური საერთოდ უნდა ამოვიღოთ რაციონიდან? არა, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მარილი? მარილი გააჩნია გარკვეული დაავადებების არსებობას ორგანიზმში. და ყავა აჩქარებს მეტაბოლიზმს? ნაწილობრივ აჩქარებს დაახლოებით 30%-ით, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ცხელი წყალი და ლიმონი ტოქსინებისგან წმენს ორგანიზმს. არა. ლაშა, მოკლედ აი უღრმესი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო ყველაფერი და მე ვფიქრობ, რომ ხალხი კიდე მოგთხოვს შენ მოწვევას აუცილებლად. სხვა კითხვებით დაგვიგროვდება და მე მგონი უნდა გავიმეორთ რაღაც პერიოდში. მე ვარ თქვენთან სტუმრობისთვის, იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნოა. აი, ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ექიმი გყავდეს, ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ექიმი იპოვო და მიენდო მას და ის აუცილებლად მიგიყვანს მიზნამდე, ასე რომ ყოველთვის არის გამოსავალი. მადლობა. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა ასეთი ჩართულობისთვის, იმისთვის, რომ თქვენი ცოდნას გვიზიარებთ და უზიარებთ ჩვენ მაყურებელს. ჩვენ მაყურებელს კი ვეთქვი, რა უცებად გამოიწერონ ჩვენი არხი, თუ საინტერესო არის მათთვის ეს გადაცემა და ზოგადად სიჯანსაღე. და ველოდებით თქვენგან კითხვებს კომენტარებში. შევხვდებით მომდევნო ხუთშაბათს. კარგად.